დღეს უნდა გაგიზიაროთ სუპ ხარჩოს ჩემი ვერსია. გვჭირდება საქონლის ძვლიანი ხორცი, რომელსაც წამოვადუღებ და პირველ ნახევარს გადავაქცევ, კარგად გავრეცხავ და შემდეგ უკვე ვამატებ 50 გრამ კარაქს. მე ვიყენებ შატილს, წვრილად დაჭრილ ხახვს და ვაყონებ 2-3 წუთი. შემდეგ ვამატებ 1 ჩაის კოვს, უცხო სუნელს, ძირას, ქინძს, ხორცის საკმას და მწარე აჯიკას. დაფნის ფოთლებს, რომელიც დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა და 1 სუფრის კოვს ტომატ პასტას. 2-3 წუთი მოვშუშავ და შემდეგ ვამატებ კუბებად დაჭრილ პომიდორს. თქვენ შეგიძლიათ პომიდორის გარეშეც მოამზადოთ. კარგად რომ მოიშუშება პომიდორი, შემდეგ ვამატებ ადუღებულ წყალს და უკვე ველოდები ხორცის მოხარშვას. ხორცის მოხარშვის შემდეგ კი ვამატებ 300 გრამ ბრინჯს. ბრინჯიც რომ კარგად მოიხარშება, ვამატებ ბევრ ნიორს, ოხრახუშს და ქინძს, მარილს თქვენი გემოვნებით 2-3 წუთი დავაყოვნებ და გამოვთავ. უკვე მზად არის ჩვენი ძალიან გემრიელი სუპ ხარჩო.